დღეს Prime House-ში ნახავთ. ნახონდის. სამართალ უბრალოდ შიფშილობს და მოკვდა. მიხდნენ კონკურსანტები რომ ვარ ძლიერი. მე ვარ ძლიერი მონაწილე. ყველა შეეცდება ვიღაცა სახელი გაუტეხოს. არ ფსარაკეთებს და ამდენი გულშემატკივარი არ ყავს. ფერისტი ხალხი არ მომწონს. აფერისტი მე კი არა, შენ ხარ. რა გავაკეთო? კამერების გარეშე ხდება ავთოს. რაღა დარჩა ორი დასახელება. ისო მე დასალოჯდებით. ის მონაწილეები, რომლებიც დარჩნენ პროექტში, არიან სამართლიანად. სულ შემოსულია 911,670 ხმა. ამ ხმების 50,63% მიიღო, რა თქმა უნდა, ერთმა კონკურსანტმა. თეო კაჭლამაზიშვილი! თეო დაუბრუნდი მონაწილეს, რადგანაც დღეს შენ გახდი მაყურებლის რჩეული. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროექტში დარჩება სალომე. და ჟიურის განაცხადებით პროექტში რჩება სალომე ყაბანაძე. რაც ნიშნავს იმას, რომ როიალ გოდვინი ავტომატურად ტოვებს პროექტ Prime House. პროექტიდან გავარდა როიალ გოდვინი. იცით რა არის? ბარგი უნდა ჩაგველაგებინა, როცა გავიგეთ რომ აუთსაიდერები ვართ. მაგრამ მე ეგარ გავაკეთე. ამიტომ მოგვიწევს ახლა ყველაფერს გაკეთება. უფრო ის წინს რომ არ მოვიგე. ხო, ხდებით ანუ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ახლა გავარდები თუ შემდეგ კვირას თუ შემდეგ კვირას. თავარი არის რომ მოგებული არ გავხდი. და თუ ეს ჩემს მაგივრად სალომე კაპანაძე და მე ვფიქრობ რომ სალომეს აქვს დიდი შანსი რომ მოიგოს ეს პროექტი. სალომე ყოველთვის დგას სიმართლესთან. გოგოები რო იყვნენ არასწორები და გოგოები არიან ზოგჯერ არასწორები. სალომე ყოველთვის დადგება სამართლიანობის სიმართლის მხარეს. მაინც მომერატრება ახლა ეს სახლი. ეს გლიცინი ამ ხალხთან. ხალხიც, თვითონ სახლიც. აი ეს კამერა გადაუყე იმ ბოთუნა კამერას. რო დამსდევდა ყოველდღე. კარგად, დამიქნე თავი. აზე ხართ როგორ არ მეგონა რომ გავარდები, რომ არაფერი არ ჩამელაგებია. გამიტყდა რომ ჩემს გარდა მაყურებელმა ირჩია თეონა და არა სალომე. თეონას გულშემატკივარი ფიქრობს, რომ პროექტის მოგება მაგის გულის ტკივილს უშველის სახლში ყოფნა სიწყნარეში. არ დამეთანხმებით? მე ამას იმის გამო არ ვამბობ, რომ მე უნდა ყოფილიყავი ხალხის არჩევანი და არა თეო, არა. სალომე უნდა ყოფილიყო და არა თეონა, იმიტომ რომ სალომე არის ნამდვილი. ნახეთ. და სალომე არ იგონებს სხვერპლის როლს, როცა რაღაცა ეწყინა. როცა რაღაცა ეწყინა, მაგრამ ძლებს არ იწყებს დილს ტყუილად. ამას მოუპარავ. გამახსენებს აყვაურობას. კარგი მეგობარი კი შევიძინე ამ პროექტში. მომერატრების შეჩემა. ამებს წამოვიღებ, ეს არის წერილი, როდესაც სალომე იყო მართო სახლში, ყოველას დაგვიწერა და ეს დაწერა ჩემზე და ეს ძალიან სასიამოვნოა, რაც იმიტომ რომ სალომე დღემდე ფიქრობს იგივეს ჩემზე. ყველაზე მთავარი რაც ამ პროექტმა მომცა არის ჩემი გულშემატკივრები. იმის მიუხედავად რომ დავთოვე პროექტი, ხალხს არ ვეზიზღები. ძალიან კარგად დავანახე ჩემი თავი ხალხს. მეორე სეზონზე უნდა დამიძახოთ ხო ჟურის წევრად? ზუსტად ვიცი, ზუსტად.
დაუწერ ბავშვებს ცირილს. ოღონდ მე უნდა დავწერო ლათინური ასოებით. გონი გასაგებია რატომ? დავიწყოთ. ანი. მახსენდება პირველი დღეები როგორ დავაბრუნდით იქით-აქეთ. Well anyway, როგორც მოსვლით გაგახარეთ, ასევე წასვლით გაგახარებთ. Auf Wiedersehen. Arrivederci. Ciao. და ნახვამდის. დაბრუნდით. რამდენი ვარ? დაბრუნდით სახლში. მორიგი დასახელება დასრულდა. ჩვენი როი წავიდა სახლში. სამწუხაროდ. არ მჯერა რომ ისე ვაქვარ, აი მართლა არ მჯერა. ვარ. მოკლედ პროექტში დავრჩი, ისევ ჟიურის გადაწყვეტილებით და ძალიან მიხარია თუ ჟიური ჩემში ხედავს რაიმე პერსპექტივას. წამდა მისმა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მართლა ისე მოხდა, როგორც მთელი გულით და სულით მინდოდა და უღრმესი მადლობა ისევ და ისევ ჩემ მაყურებელს, ჩემ გულშემატკივარს და ვეცდები, რომ იმედები რა თქმა უნდა ისევ და ისევ არ გაგიცრუოთ. ჟიური, ჩემი სახელი რო თქვა, იმან და არ ვიცი, რაღაც ახლიდან დავიბადეს, მსგავსი რაღაც მოხდა ჩემს გონებაში. როიმა დაგვიტოვა წერილი. ანი, იცოდე რომ შენი შვილი შენით ამაყობს. მართალი ხარ, მე ვარ ძალიან კარგი დედა. ვაღიარებ, შენ ხარ ყველაზე ძლიერი მოთამაშე, თუმცა თხილად იყავი. სხვები შენგან სწავლობენ თამაშს. როი, ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ხო იცი როგორაა? ხეზე ცოცოს ყველას მაინც არ ვასწავლი. ამჯერად უკვე ვწმუნდებით, რომ არანაირი კოალიცია არ არსებობდა და როიალი ისევ და ისევ გავარდა იმის გამო, რომ ბოლოს გიორგიმ დაასახელა. იცოდე ჩემს გულშემატკივარს ისევე გაუხარდა შენი დარჩენა, როგორც მე ჩემზე არ იდარდო, მე არ დავიკარგები, შენ კი პროექტს რომ მოიგებ, დარეკი აღნიშნოთ. ეხაც არ მჯერა, როიალი როგორ გავარდა, მართლა ვერ წარმომიდგენია მის გარეშე აქაურობა. დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრებაში არ დაიკარგება, ასე რომ ვუსურვებ უამრავ წარმატებას თავის გზაზე. სახე. მე გამძლეობას გისურვებ. შეჩემა ტოვე ხოხე. თორე ხოხე და ბიჟებივით არის. ბიჟებივით არიან. Stay cool. Royal, ძალიან შეგვიყვარდი, ძალიან დაგაფასე როგორც ადამიანი, როგორც პიროვნება. სამივე მონაწილეიდან ჩემთვის მნიშვნელობა რა გვინა გავარდება. მაგრამ რატომღაც იმ დროის გატარება უფრო როიალთან გამიხარდებოდა ვიდრე ამ მუდოებთან ერთად. ერთადერთი ემოცია მაქვს მეგობრებო, რომ სამართალი დიეტაზე კი არ არის, სამართალი უბრალოდ შიმშილობს და მოკვდა. ლამაზობისა. როიალმა დაგვტოვა წავიდა. აი ჩათვალეთ ერთი მთლიანი სრული ტორტის რაღაცა ნაჭერი არის გამოცლილი ახლა პროექტში უკვე. ეხა პატრიკი ძალიან მოწყენილია. ნაწყენია და გული აქვს ნატკენი. პროექტში გოგოები უფრო მეტნი ვართ ვიდრე ბიჭები. ბიჭები უმცირესობაში არიან. ნუ პრინციპში არც მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ფიზო შენს გიყვარს ხო ბეთჰოვენი? მეც მოყვარს. ტელეფონებს რომ მოგვიტანე ერთად მოусმინოთ. ფიზო, ისე რაღაც სალომე რაც აუთსაიდერის კამზე დაждდა მაგარი მოხოდილია, ხო? ნახოთ. ჯერ ვის როგორ აუდგება, იმის დამიხედვით. თიჟუ, დღეიდან შეხან თიჟუ. ბაიმე არ წახვიდე რა, არ გაიპარო, კაი?
სავსე მთვარეობაც რომ მოვიდეს, მაინც არ გაიპარო. აი, აქ ერთი ძაღლია. ლიზა ქვია. იმის ნუ შეგეშინება. ცოტა ვრედნი კი არის, მაგრამ მაინც ნუ გეშინია. ის სადა პატრიკი ბანაობს? აუ, არ მოვიდა ცოტა ხასიათი. არა. რა უყო? აუ, მაგარი ისა აქვს, შეცვლილი აქვს სახე. ხო და რა უყო, რა გავაკეთო? როგორ ხარ მეთქი და ცოტა პაუზა გააკეთა და კარგად თო მითხრა. მეც რაღაცა არც მე კონტაქტი კარს ისე ხურავს და ისე აღებს. ნანობ იმ დისლაიქს. არა. რო არ დაკიწე შეება არ დასულო. არაფერს არ უნანობ. ხანდახარ უნდა ინანო. კატა მყავს. დიზუ, ახალი მეგობარი დიზუ. დიზახე, ბიჟუ. ეგ არ გიშველის. ლიზი! სადიყავი გოგო, სადიყავი. ვაიმე, შემო სიცოცხლე. ეს ჩვენი დიზი. ცოტა ხულიგანი ძაღლია. ლიზი, ნახე. ლიზი. კბილებისთვის თან. ნახე. კბილები ხო აქ ის ხო ეკავება და? ხო. შენ უკვე ქალი ხარ, შენ უკვე შემდგარი ქალი ხარ, ლიზი. ამათ მარიჩხუბონე ხერთმანეთში. რაღაც ლიზი გათრევე ხა. ლიზასაც წითელი ფერი ევასებოდა. ევასებოდა რა, გუდარი გიერა, მასო კარგი. ევასება. მშვიდობისა, გათენდა ისევ ლამაზი და მშვენიერი დღე. მე როგორც ყოველთვის პრაიმ ჰაუსში ვარ, ვაგრძელებ ჩემ ოთახში პრაიმ ჰაუსურ მოღვაწეობას. ჩემ პატრიშკოს წინავს, მაგრამ ერთი მონაწილე მოგვაკლდა როიალი. პროექტში დავჭით 5-ნი. ყველა მონაწილე რაღაცნაირად პასიურობს სამწუხაროდ, იმიტომ რომ მოდის ნახევარფინალი და პირიქით უნდა აქტიურები ვიყოთ, რომ მაყურებელს დავანახოთ ღირსი ვარ თუ არა ამ პროექტში ყოფნის. მე და ჩემი ლიზიკო ვართ ეს რაღაც აქტიურები და მხიარული. აი ნახე როგორ ჩხუბობს რომ უნდა რომ ჩავიდეს ქვემოთ რომ რაღაცები გააკეთოს. აჰა გაგიშობ. აქედან გამომდინარე ძალიან გული მწყდება იმაზე რომ მონაწილეები ვერ იაზრებენ რომ ნახევარფინალში ვართ. და ძილის მაგვირად უნდა ვითამაშოთ რომ მაყურებელი რომელიც გვიმესიჯებს იმა დავანახოთ ვარ თუ არა ჩვენ ამის ღირს. პროექტში დარჩენა კი უნდა გოგოებს, მაგრამ დილით ტრაკის აწევა არ უნდა, საღამოს ტრაკის აწევა არ უნდა და უნდა რომ აი ესე ჩაოლებად გავიდე. როგორც ლიზა არაფერს არ აკეთებდა და აქამდე რითი მოვიდა დავინტერესდი, ისე ვიძახი ამაზე, რომ აქამდე როგორ მოვიდა ძალიან მაინტერესებს. ხან დილით უნდა ადგე და ამაზე ვალდებული ხარ, იმიტომ რომ მე თუ ვდგები, შენც უნდა ადგე. და აი ნიკო მოცა ძალიან ბევრი რამე უნდა და მაგრამ შეერცა ორი კვერცხი ხელში. ფიქრობ და მივხვდი იმას, რომ ამ პროექტში 3 ძლიერი ღირსეული იუმორით სავსე და რა თქმა უნდა კარგი მონაწილეა ესენი არიან ანი ყიფშიძე,
გიორგი ნაზღაიძე და ჩვენი პატრიკი. ძალიან კარგი მონაწილეები ვართ, მე მგონი. ბოლო გადახედეთ ცხოვრებასთან ახავთ. თეო ფიქრობს, რომ არის ძლიერი მონაწილე. მე ისე არ ვფიქრობ თეოზე საერთოდ. ძალა სხვა რაღაცეებში აქვს. თეო ძლიერი მონაწილე არ არის. მე ვარ ძლიერი მონაწილე. პროექტში რო დავრჩი ძალიან მიხარია. ძალიან და მადლიერი ვარ ყველა ადამიანის, რა თქმა უნდა, ვინც მე გვერდში დამიდგა. განხილვის თემა გახდა ის, რომ მე და ავთო შევხვდით ერთმანეთს, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრის გარჩევა მორჩა და დამთავრდა ერთი საერთოდ. და რა თქმა უნდა, ჩვენგან წავიდა ერთ-ერთი ძალიან მაგარი მონაწილე, როიალის სახით და ეგ ძალიან გვეწყინა ყველას აბსოლუტურად. ჩალო. როგორ ახარ? ჯინოშ. ხო გაგიხარდა რომ დარჩი. ჯან, მეც გამიხარდა რომ დავჭით ორივე. სალოს ჯინოშ ჯერისო. ასე რომ. რა ვიცი აბა. ნახოთ აბა დღევანდელი დღე როგორ განვითარდება. მადლობა ისევ და ისევ ყველას. ამ კვირას რაც შეეხება, მგონია რომ ისევ და ისევ აუთსაიდერი ვიქნები. მიხვდნენ კონკურსანტები რომ ვარ ძლიერი მოწინააღმდეგე, ასე რომ ვთქვათ. და შეიძლება მანდიდან გამომდინარე ისევ დამაყენონ აუთსაიდერებში. ან რამე სხვა მიზეზი მოიფიქრონ. აზე არ ვარ. მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ვიქნები. რა თქმა უნდა მეშინია, ყოველ ჯერზე მეშინია უკანკალებ. ყოველ წამს როცა იგზივარ იქამდეც. ჩემი მაყურებლის მჯერა და ბოლომდე წამს რომ ჩემს გვერდით იქნებიან, თუმცა ის ფაქტი რომ იმ სკამზე ზიხარ, გინდა არ გინდა განერვიულებს და ძალიან დაძაბული ხარ და ემოციებში მაინც გამოიხატება ეს ყველაფერი. სულ უკანკალებ ხოლმე მაინც, თუმცა ისევ და ისევ გავიმეორებ მე ჩემი მაყურებლის ბოლომდე წამს და მჯერა. აი როგორც დამდგებიან. ოპა. ვორჩი ყიყლიყოებს? მიდი გამორთ ერთი შინ გახარ. ზეებს ფასონობ, ქალო, მარტო შენ ჭა მაინც საჭმელს. ასტროლოგიურად მე მქონა ორი კვირა ძალიან ცუდი და მე მგონი ფაქტის სახეზეა, რაც იყო ცხოვრებამ ამწია დამწია ადამიანებს დამაშორა. ეს ყველაფერი ხდებოდა ჩემს თვალწინ და ყველაფერს ამას ვგრძნობდი, მაგრამ მოვიდა ჩემი უმაგრესი კვირების დღე, რომელიც დადგა ჟამი, რაც დავთესე, ის უნდა მოვიმკო. აქ ამ დგომი არავინ არ აქვს საღამომდე. ჩვენ შევჭამთ. ჰა? ჩვენ შევჭამთ. მე ვერ კუჭი მткиვა. არა ჭამო აღარაფერი. მე და გიო აღარ ვჭამთ ერთმანეთს გადაძაღლივით. თითქოს და საუბარი შეგვიძლია. მე მიხარია ბავშვო, უყარია, მეც მიხარია, ნაგ როგორ უყარია. მომიტანე, ლიზი. ტელეფონები. ჰა? ტელეფონები მოვიდა. მე პატრიკს აუტან და შენ გოგოც მიატო. რატო? ჰა? დაუძახე უბრალოდ. აქედა შეძახ ტელეფონები. ტელეფონები მოვიდა. ინა თურქული ყავა გაიგეთო. არ უნდა და რა ვქნათ, აი რა უყოთ ბავშვს. მოდი აივანზე მაინც ვიყოთ. Da quella დილიდან ერთად ვართ და მე ეს მაბედნიერებს. ანი გვანახო შენი. Სიმარტოვის შიში სიძულვილის ფეხი We can be another two
მორჩა გულავი. მორჩი ჩვენი გულა. დაბრუნეთ ტელეფონებიო. პატრიკი სავიღო. მე მაინც ფიქრობ, ესეთი ხიარულებაც არ შეიძლება ჩვენ სახში რა. ხო. ცოტა უნდა დავისვენოთ. ამ პროექტში ყველაზე აქტიური მონაწილეები მე და გიო ვართ. ხუთნი დავჭით. ხა უკვე ფინალისკენ გავდივართ. ყველანი გზებით ყველა შეეცდება ვიღაცა სახელი გაუტეხოს. შენ არ აყვი ამასაც თავარია. გაიგე? უთამოყარე გოგოა. ისე ვაზელინივით გიოს ეტანება და რაღაცები. ის ეტანება, მეც გიკონტაქტ, ან მეც გეტანები მაშინ. ანუ მე ეგ ვთქვი. ჩვენ ორივე ვეტანებით ერთმანეთს მოდიხე რა და დამშვიდე. სულ ესე იყოს, ორივე ვეტანებით ერთმანეთს. 900 წლის ოლქმარი რო შორდება, ისინი პოულობენ საერთო ენას და ვერ გავიგე. ნუ ეხლა ფაქტი სახეზეა რომ არც ერთ არ გავხარ და ჩემი დარჩენა. როგორ გონი ვჯდები შემდეგ კვირას სამშაბათს? მეც მგონია რომ მეც ვიქნები. არა, ეგ მაგდრეს ვერ მე მგონია რომ მე ვიქნები. ეხა აქაც ახრი გავხსოვს ხარ. რამდენი კაცი მებრძოდა და მაინც გავიტანე. ხო, ვიყავი დაგრუზული, მაგრამ მაინც გავიტანე ბოლომდე. ვიღაცა ვერ შეძლება წავიდოდა ბევრი. გიომ ძალიან ბევრი რამე გადაიტანა და მე ყოველთვის გვერდზე ვედიქი გიოს, იმიტომ რომ გიოს უნდა და კი არა, მე ვთვლიდი საჭიროდ ესე და ძალიან კარგსაც შვებოდი ჩემი აზრით გიო მართლა იყო რაღაც ჩემი გვერდზე დგომის ღირსი. აქ ისეთი ამბები იყო. ბევრი ვერ გაუძლო. რები გავიარე მართლა, ეხლა რო უყურე, რები გავიარე. ნუ დავფიქრე. არასწორი ფორმაა, რომ ყველაფერს გავლი გამოვლენ მემაბრალები. ეგრე მაშინ შენ სამჯერ იჯექი. სამჯერ არა, 4ჯერ, შენ წოიჯერ, გაჩათული 4 გამოდი. ხო. და ვიჯექი როგორც სტრესი და წილკივილის და რომ ახსენდება ეს ევთახი არასოდეს არ დამავიწყდება. ყველა რა ჩემ წინამდე, ნუ ყველა რა შენ არ იყავი და ხო გოგოები ხდება. ნუ ხო. 12-ნი ისხდნენ ჩემ წინამდე მაშინ. ხო, 12 იყო. და მითხრეს ხო გახსოვს როგორც თქვის ფრაზა რომ ჩვენ გვინდა რომ შენ წახვიდე. ჩვენ არ გვჭირდება პროექტი. ანუ აი ხა ამ ფრაზის მერე კიდე აქ რუზივარ, კიდე რო ღლიცინებ. კიდე მიგვირს მართლა. რო არ დავერიე იქ, არ გარფოცე და არ მივზდები. აი ზუსტად ეგ არის, რომ პრაიმ ჰაუსიც ხო მაღაზია თქო. ხვდები? ანუ რამდენი ადამიანი იყო ერთად, როგორი სხვადასხვა ადამიანი ვაფშე. ყველა რადიკალურად განსხვავებული იყო. მე მაგალითად არავის არ უგავდი. სხვათა შორის შერიგების შემდეგ გიორგი უფრო კარგი გიორგიო, ვიდრე თავიდან იყო. თითქოს და უფრო გავუთამამდი, თითქოს და უფრო თავისუფლად ვესაუბრები. ანუ იმაზე არ ვფიქრობ, რომ რაღაც შეიძლება არასწორად მიიღოს, არა. ეხლა ზუსტად ისეღებულობს და ესმის ყველაფერი, როგორც საჭიროა. ხო, არა, შენაირი არ იყო აქ არავინ. პრინციპში ინდივიდუალური, ანუ ყველა ესე იყო, მეც შეხა მე არ ვერ ვიტყვი ვიღაცა მე გავდა ან ვიღაცა. ხო. და იმას იძახიან გიო, რომ ბანძო, შენ ესეთო, შენ ისეთო, მე შენ შენი ყურება აღარ მინდა, იმიტომ რომ გიორგი შეუძველი ხები არა ისეთი ვწერი. ხვდები? ანუ ეგ თემა, ის შენი გულშემატკივარი არც ყოფილა და არც გაუზიარებია შენი. შესაძლოა ადამიანი შეუძლებს მსგავსი რამ შეურაცხყოფა მოგაყენოს, ის შენი გულშემატკივარი არ ყოფილა. გიო, თითქოს და ადრე უფრო დაძაბული ვიყავი შენთან. მაგრამ ეხლა თითქოს ამდენი დაბრკოლებები არა ესე არ მინდა. გიო, თითქოს და ადრე უფრო დაძაბული ვიყავი შენთან. და ამ დაბრკოლებების მერე უფრო თავისუფალად ვარ შენთან. არა, ესეც არ მინდა. კაი, მთელი დღე ვფიქრობ გიოს როგორ ავხსნა ის რომ მე ცოტა სხვანაირი ურთიერთობა დავიწყე. გიო, იცი, ამდენი დაბრკოლების მერე შენთან ეხლა თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ და თავისუფლად შემიძლია შენთან საუბარი და რაღაც თემებზე გარჩევა. ნუ არ ვიცი. ეს ცალკე კაფეში რატო დაჯექი? როგორ ზის ფეხები ნახე როგორ აქ ჩვენ ჟიურის წევრები. გიჟდები, ვაფრენ ქალი რო ზის ეგრე. ღმერთო. მოდი, ანა, მოდი, აბა. დაიწყე. ეხლა მინდა მივიდე და ვუთხრა და კარგად ავხსნა ჩემი სათქმელი. რა, არაფერი. ვაფშე. პირდაპირ თქვი რა შვების გარეშე? შვი. ვითამაშოთ? ვითამაშოთ.
ვეძახი გიოს, მინდა რომ ჩემი საქმეები უთხრა და თან ვეუბნები რომ მოდი ტაროზე არ გინდა ვიმკითხავთ. გიო, გაშვები? რავი, წრეში ბურთის თამაში. მოდი არ გინდა ტაროზე ვიმკითხავთ. ტაროზე ვიმკითხავთ. აი, ამოვა. მე და გიო რაღაცნაირი წყული ვართ. ერთად რო ვართ, მე ყველაფერი უფრო სხვანაირად მიდის და კარგად მიდის. აუ, გიო, იცი? რაღაც უნდა გითხრა. ადრე შენთან ხომ მქონდა ურთიერთობა რა? და შვები. თვალდახუჭული კისმე რო არ გამეცე, გასათვალია. გიო, იცი, შენთან თავს უფრო უკეთესად ვქრსნობ, გიორგიმ გაიკეთა სათვალეები. მისმენს კომენტარის გარეშე. ედო შეგვერთი თემა, იცი, ადრე ხო ვიყავი შენთან მაგალითად და რაღაც ვაპარაკობდი და რაღაც და ადრე უფრო თქოს და დაძაბული ვიყავი. აი ამ ჩხუბების და რაღაც კამათების შემდეგ თითქოს და უბრალოდ თავისუფლად მოტრიალდა ეს ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ. ანუ უბრალოდ თავისუფლად ვარ ხა შენთან, ვიდრე ადრე ვიყავი. და მე ეს ყველაფერი ამათ ღირდა. დასახსევლოდები ჩემი. არა, არაფერს არ ველოდი. ეს იმიტომ რომ შენ თავში გაერკვია და დაალაგდი. რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო. ტერი არ ვარ შენ. მე არ გემტერებოდი არასდროს. ნეტა ეკითხა რომ რას გრძნობს ანი ჩემს მიმართ და ტაროს რო ეთქვა რომ ანი ყიფშიძე რას ფიქრობს ჩემზე? ამის გიო უყვარს. ნეტა გამაგებინა რადებზე გამაგზე თავში რას ფიქრობ? სხვათა შორის შერიგების შემდეგ გიორგი უფრო კარგი გიორგია ვიდრე თავიდან იყო. დანი დარინარა ნინარე ჩემო მეგობრებო, მივდივარ ჩვენ კარტინგებზე, იმისათვის რომ ცოტათი გავერთოთ, გამხიარულოთ და შევეჯიბროთ ერთმანეთს და ვნახოთ ვინ უფრო მაგრა ატარებს კარტინგებს. წავედით. ვარ ლამაზი. საკარტინგებიძე არ ვარ. მომყევი, პირალი შენ ხარ. მე აგიხსენებ რომ წესებს, კარტინგს აქვს ორი პედალი, მარჯვენა არის გაზი, მარცხენა არის ტორმოზი. ორივეს ერთდროულად არც ჩემთხვევაში არ უნდა დააჭიროთ. ტრასაზე უნდა გამოიყენოთ მაქსიმალურად სივრცე, მოსახვევამდე შეანელეთ და მოსახვევაში აუცილებლად გაზით შედით. პირველი რამდენიმე წრე გაიარეთ ნელა, რომ ტრასის ტრაექტორია კარგად შეისწავლოთ, შემდეგ უკვე შეგიძლიათ როგორც ქნებოთ ისე იაროთ. მადლობა. გაუმჯობესა მეგობრებო რამოდენიმეჯერ სალომეს მოყვება ანიანის გიორგის ხეონა სალომე ისევ ლიდერობს მეგობრებო და ფინალში გადავიდა სალომე ანი და თეონა გიორგი გამოვიდა თამაშს ესე იგი გამოვეთიშე თამაშს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი ძალიან კარგი იყო ძალიან ვიხალისე ადრენალინიც იყო ძალიან მაგარი გოგოები გავიდნენ ფინალში ჩვენი სამი გოგო მაგრამ აქ რა არის თავარი პრაიმ ჰაუსი მოიგებს თორე აქ ეხლა ირბინონ ბავშვებმა გაირთონ თავი ჭიები გაახარონ ეგ ამთავრად მოკლედ პირველ ტურში პირველ რაუნდში მე გავიმარჯვე იმიტომ რომ ძალიან ეს შემართებით ვიყავი და ეხლა ცოტა თაღრენი ვარ მეორე ტური ფინალური ტური
გველოდება წინ და უკვე არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ მე მსიამოვნებს ძალიან აი აქ ყოფნა. ესე იგი ეს თამაში უნდა მოვიგო და სათამაშო უნდა ვაჭრო Prime House-ის გამორჩეულ მონაწილეს, რომელსაც დარწმუნებული ვარ გაუხარდება და მასთან ახლოს იქნება ის საჭიროა, რომელსაც დავადეთ ხოლმე. არის! და ესაც ის საჭიროა, რომელიც გადაეცემა ადამიანს, რომელსაც ამ პროექტში აქვს ბაია. ბიეში გავს. ეს შეიძლება გასაგად, შეიძლება ჩემი როი. აი, ეს საჭიროა როა კარიძა. ამი, ვიდი. აიო, დავე. ეს არის ჩემი ბუ. საყვარელი ბუ. Round 2. 1 2 3 მომენტია. აჯერჯერობით ლიდერობს სალომე. და გამოსცა კიდევ სალომე ლიდერობს, მაგრამ ძალიან ახლოს არის დანი. დღევანდელი ტურნირის გამარჯვებული გახდა ანიკი ფშიძე. პირველი ადგილი დაიკავა საპატიო. მეორე ადგილი. რაც შეეხება უკვე ვერცხლის медаლს მეორე ადგილს დაიკავა სალომე კაპანაძემ და მესამე ადგილი ბრინჯაო უკვე ქალბატონმა თეონა კოწმოდაჩიკა დაიკავა თქვენი ადგილი. ამ პროექტში არც ხალისობა არ შეუძლია ამ ხალხს, არც გლიცინი არ შეუძლია. არაფერი. გეგმება შამპანიორე შხამს ასხავ. მოკლედ, ანი არის ის, ვისაც შეუძლია გლიცინი, ხიარულება, ბედნიერება. ნუ არ უნდათ, ნუ უნდათ, ნუ დავლებ. ძალიან ბედნიერი ვარ გოგო. ბოლო ძალიან მაგრად გავერთე. იმენა თელი ენერგია ამოვიტანე და დავდე. ამოიწე გავწმინდა. მოიცადე. აჰა. ესე იგი ძალიან კარგად გავერთეთ, ძალიან კარგად მიმხიარულეთ და მივდივართ ახლა სახლში, რომ სახლში გავაგზავნოთ ჩვენი თანაცხოვრება, როგორ ცხოვრობთ. ესე იგი ძალიან მაგარი იყო, ძალიან მომეწონა, ძალიან მიხდებოდა და თითქოს ჩემი იყო.
როიალის წერილი. ანი, იცოდე რომ შენი შვილი შენით ამაყობს. ნამდვილად ხედავს. რამდენს ცდილობ იმისთვის რომ მას კონდეს სრულყოფილი ცხოვრება. შენ ხარ უმაგრესი დედა. როიალ. ძალიან მაგარი სიტყვები იყო და როგორც ყოველთვის აფასებ სიტუაციას ყოველთვის ზუსტად და გაქვს კარგი იუმორი. საერთოდ ადამიანს რომელსაც კარგი იუმორი აქვს, იმას ცხოვრებაც კარგი აქვს. ესე იგი დღეს ვიყავით ასტრა პარკში. ჩემი ხმა გესმის? რეალდი ხარ რას მიმაგად ერთი? მომიტრე. ისე მაგრად ვიდრიფტავე რა. პირველი ადგილი ავიღე და ძალიან გახარებული ვარ ამით. გოგოები ყო ძალიან ძლიერ და გოგოებო გამარჯვებას გისურვებთ, მაგრამ ეხლა თლად ისე ვერ გისურვებთ, რომ ეხლა პროექტი მოიგოთ, იმიტომ რომ მე რას ვაკეთებ, მატყლს ხო არ წეწავ. მე ვიცი რომ შენც გიხარი ეხლა თუ მისმენ. იმიტომ რომ მართლა მაგარი ენერგია მომეცა, ძალიან მაგარი იყო. იქ დაგითმეთ, ხა იქ არაფერი თასი იყო და შამპანიური გავხსენი და ვიწუწავე და ნუ რაც მინდა ხა. ყველაზე მეც მბალშიკობდა გიო. და რამდენსაც დავყრუგავდი ხოლმე. იმ გიოს სახე უნდა გენახათ. რაღაცნაირად სახს დაეტყო რომ როიალი არაა და მთელი დღის განმავლობაში მე მგონი მე და ანა ვარ სულ გარეთ. როი თუ გვიყურებ, მოკითხვა შენ. გეტყვი რომ დაგვაკლდი, ძალიან დაგვაკლდი, პატრიკს აი ძალიან დააკლდი. მაგრამ მე ანა ზემბალე. რა შვები? რავი შენ? ბიჭო მე რას ველაპარაკები? პატრიკი საჭმელს აღარ გვიკეთებს. არა უშავს. ხო და მინდა ჭამა, ბურგერი მინდა რა. რა ვქნა? აუ მეც მინდა. უფ. კაი ბურგერი შეჭამდა კაცი. არა. ვინმე არ შეიძლება კეთმა იმანა. დეიდებმა და ბიძებმა. შენ მოიცა მე ველაპარაკებოდი ხა და შენ როგორ გისმინდა მარტო? შენ ველაპარაკებოდი? მე აბა რა გავაკეთო, არავინ არა სახში ყველას ძინავდა ხა. ვის ველაპარაკო? შენ იქიდი და ბიჭო გავგიჟდით მე მგონი. შენ თურმე იქითი ჯექი ელაპარაკებდი. მე რა ვაკეთო? ლიზის გასულია სასეინო წავიდა. გიმიდი რა ბურგერი მოხოდოთ. აუ კარგო დეიდებო და ბიძიებო თუ გვისმენთ ეხა რომ თქვენი თვალების ლამაზი თვალების ჭირი მე. აი ბურგერები შემოგიყარეთ რა. იქება ბავშვებმა ამ საჭმლის გამო მაინც გაიღვიძონ და რაღაც მოვიდნენ ხასიათზე და ჩამოვიდნენ. მე ამ ბალს რო უყურე ბურგერი მგონია და ლამაზა საყვარლებო და თქვენი ჭირი მე ბიძიებო. მოგვიფიქრეთ რამე რა. იქნებ არ გვისმენენ საერთოდ ბიჭო. აუ არა ძალიან მინდა. მე მგონი თავს აკნევენ? რაღაცა ტრიალებს. კი. მოგე? აუ რამე რო გინდა და რო აგისრულდება ესე აქვს სრულებოდეს სურა. ბევრნაირი გინდა რა. ბევრნაირი. ეხა თუ იქნება ბოლომდე იყოს, ეხა უმარელოს მოგულე. სხვადასხვანაირი ბურგერები. კიო ყველა. მაგრამ იმედია ბავშვები ბურგერები. აუ ეხა ერთი მუსიკაც ჩაგვერთეთ რა. არა მგონი მუსიკაზე მე მგონი გემრიელი ჰამბურგერები ვიქნებით. აუ ღორის ხორცით არ იყოს. იმიტომ ვარ მე რა ესე რომ ალერგიას მაძლევს ბიჭო. ალერგიას სასმელი გასმევს, ვითომ აქ ჭიქაში წვენები რო გისხიეს, დაღლით. მისხიე დღეს გამარჯვებული ვარ და მეპატიება. ხო, აი სიმო. ოპა! ოპა! ალალმე, ალალშენ, ალალბედან დავალ, სადაც შენ, იქაც მე ერთად წავალ. ჰოპ! შელიბონი მინდა. აი ეგეთი აგრესიული სახით როეუბნები, იმიტომაც არ მოგიტანს. აუ შელიბონი მინდა. მეტი არ ამჯერა, მეტი. კიო შენ უნდა უთხრა. ამას გონი ვარ ყველაფრის შემძლე. ერთი ჟელიბონი არ შეიძლება, ერთი წენ. მოიწაიგე. ერთი. Harali haralo. Mamtans. Opa!
მოგულაობა რეცხავ გავრეცხავ? რეცხავთ და ვრეცხავ. ეს არის ჩემზე ეს ჩემზეა ესე არ გეგონოთ სამნი დავრჩით პროექტში. ბევრი ვართ, უბრალოდ. ჩვენ სამნი ვართ ესე. ბევრი არიან ზემოთ თათებში. გამარჯობა, როცა გშიათ ბურგერები პრაიმ ჰაუსშია. დღეს გემოვნებიანი შეხვედრა დაიწყება. გამარჯობა, სუპერ პოპულარულებო, სუპერ ბურგერები. გესტუმრეთ. ესე იგი, ეხა სტრიმს უყურებთ და ბურგერები ინატრეთ, ხო? ვინატრეთ. და აი ნატრაც აგიხდათ. ბურგერმენი ბურგერებით. აი, ესე იგი, ესე თუ ხდება რაღაცები, უნდა ვინატრო ხოლმე ხშირად. ესე იგი, აი ეზოში თქვით ბურგერები და გულმა ვეღარ გაუძლო, ავდექი ჩავალაგე, ჩემი გემოვნებით ავარჩიე და წამოვედი რა. შენერი ბურგერის მენეჯერ არ მინახავს. ბურგერ ვუმენი. ორი ბურგერი. ეხა თქვენ ნახავთ პრაიმ ჰაუსში პირდაპირ ეთერში ერთი ჭამით სიყვარული როგორია. ეს არის ერთმაგი როიალ ბურგერი. ეს არის ორმაგი როიალ ბურგერი. ბურგერ ბარისგან. შენ ახლა ჩვენს უნდა დაგვაბურგერო და ეგ ნახევარი ერთმაგი როიალი ბურგერი და ნახე ბურგერები, აპეტაიზერები და ცხელი კერძები. ნახე წავიკითხოთ რეები არის, აბა. აი. 5 ყველის ბურგერი, მისტერ ბურგერი, როიალი, ნაგეტსი ჰალაპენიოთი და ყველით, ეს აპეტაიზერი, ეს ბუფალო ჩიკენ ბოლსი. ეს არის ჩიზი. 50 სახეობის ბურგერი გვაქვს. შეგიძლიათ თქვენ ნახევარი იარო და ყოველდღე სხვადასხვა ბურგერები რომ ჭამო. აბელის ბურთები. ეს არის აპეტაიზერებიც მოვიტანეთ. და მე რა მაგარია. ეს არის კრისპ ბურგერი. ეს დიდი ბურგერია და პატარა სტანდარტული მასში არ ეწევა. ეს არის გრანდ ბურგერი. ვისაც რომელი უნდა ის აიღოს და ის ჭამოს. მირჩევდი მე. თქვენი ჰოროსკოპი მითხარით. ის რქა ასცენდენტი ტყუპები. ოღონდ ეს ბურგერი არ არის. ქათმის კერძია. ქათმის კესადია. აი რა მაგარია რომ ყველაფერი შეიძლება იყოს. ვაუ. პატრიკ, რატო დააგვიანე? რა გინდა? ცოტა გამხიარული. გაიღიმე. ამის ჭამის დროს მუცლის არეში გრძნობთ პეპლებს. ოღონდ არ შეგეშინდეთ. პეპლები რას უნდა კავშირი? პეპლები, ანუ როდესაც ცხოვრებაში პეპლები ხო გიგრძნობთ? მე კი. სიყვარულის დროს იცის ხოლმე. მე მაქვს ხოლმე ეგეთ პეპლები. ო, და აი ხა ორმაგი პეპლები გამოფრინდებიან და გიორგი დამეხმარება დავიჭერთ მერე. შენ ძალიან გიყვარდა როიალი და მეგობრობდი როიალთან. ხო და იქ რომელი? როიალ ბურგერი. საქონელი 70% და 30% ხორ. ის კი მარა და კიდე რა არის? კარგი, კიდე რა არის? ჩიზბურგერი, პატრიკ, ბრაპ ბურგერი, მისტერ ბურგერი, ნიუ-იორკი, ამერიკა. ბრაპი. აბა, ინებეთ? მე ვიწყებ რა. ბეკონი არ გიყვარს? მე ვიყავ ბეკონი და ყველი და რა, აი ეს კოჩი. კი ბატონო. მე შევჭამ როიალს. გემრიელია ყველაფერი, ახლა სამი რაღაცა გავხსნით ნამი. აუ ეს ამგვარი გემოხონდა აი ამ რაღაცა. მოდი მოგაწყვეტილე. უფალო ჩიკენ ბოლსი არის? აი ძალიან მაგარი გემოხონდა. მეგობრებო, სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ. ყველაფერი რაც კარგია, მაინც დასასრული აქვს. ყველაფერს და ძალიან დიდი მადლობა. აი ეს ძალიან არ მინდოდა წასვლა, მაგრამ კიდევ მოვა. პატივისცემისათვის და ესეთი რავი, ესეთი სუფრა რაც გაგვიშადა, ესეთი მრავალ სახეობა ბურგერების მოგვიტანეთ და არა მხოლოდ ბურგერების. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა.
აუცილებლად გესტუმრებით. სად? ბურგერ ბარში. შენ ხარ მაზანა ქალი უბრალოდ. ვახჩი. მეგობრებო, ლიზი მოგესალმებათ. მიესალმე. მიესალმე. ბაბე. ეს არის ლიზი, რომელიც არასოდეს არ ჩერდება, აი, არასოდეს არ ჩერდება. ლიზი, მიესალმე მაყურებელს. ხო. და ეს არის Prime House-ი, დავრჩით ხუთნი. რაღაცნაირად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, როი რო არ არის, მაგრამ ნუ რას ვიძავ, თამაშია, თამაში გრძელდება. Roy! How are you? შენ გარეშე სახლი არის მოწყენილი და პატრიკი არის ძალიან ცუდად. გაიგე? ხო და ეხლა უნდა დაგალაპარაკო. პატრიკ ნახე შენთან სტუმარია. ნოკე. აი არ დამელაპარაკო. მაიმე როი. ხედა უშენოთ როგორ არის სახლი? როი ბავში მოიყვანე ხასიათზე. ხა წადი დაელაპარაკე, უთხარი რაღაცა უთხარი ეხლა. ეს რა შუაშია? გვიყვარხარ როი? გაგიხარდა ხო ცოტა მაინც? მე როიალთან ლაპარაკი კი არ ხომ მოდი რა ხასი ახლა ეგრეც არ არის ეხა პატრიკ, ნუ ეხა ვერ გავიგე. ჩვენ მაინც გვეცი პატერი. Prime House-ის დღევანდელი მდგომარეობა არის ესეთი. გითხარ დღეს რაღაცა ძალიან მაგარი დღე არის ხო? შესაძლოა ლიზი მაგას რო დავინახავდი რომ ეგრე გააკეთა სულ ჰაერ შევიკვანძებოდი და ისევ წეკოვი ჯანმრთელობა. Რა დარჩა ორი დასახელება? ისო მე დასალოჯდებით, ეგ ზუსტად ვიცით. საინტერესო ამბები გველოდება. უი, ხვალ ჩელენჯი უნდა მოვიგო ეგ ჩელენჯი. ძალიან მინდა. Like dislike-ს არ ხვალ. არ ვიცი ეს როგორ უნდა გადავაყენოთ. პატრიკი დღეს იმინე თელი დღეა ხასიათზე ვერ მოვიდა, ერთი ხმა ვერ ამოვიღებინეთ და იმენი ჩუმად არის. პატრიკი ძალიან მოწყენილია. ისეთი მოწყენილია, რომ გული მეწვის. პატრიშკო არ მინდა რომ დეპრესიაში იყო და არ მინდა რომ მოწყენილი იყო, იმიტომ რომ შენ ხარ მხიარულებით ახსავსე ადამიანი და მინდა რომ ბედნიერი იყო და შენ სახელზე ყოველთვის ღიმილი იყოს. როიალი თუ არ არის, მე ვარ ტო. პატრიკი როგორ მოწყენილია ტო? როიალი რო არ არის. დღევანდელი დღე რო შევაფასოთ. რა გააკეთა თეო? ეძინა. ადგა. ჭამა. მე კიდე დაწვა. კიდე ცოტა ხანი ეძინა. მე ეთყობა დეპრესიაში იყო, ცოტა ხანი კიდე ადგა. სიგარეტი მოწია. მე ისევ ადგა და ისევ მოწია ფარდის უკან სიგარეტი და მე ისევ დაწვა. და დღევანდელი დღე ამოიწურება ისე, რომ თეონა ისევ დაწვა და ისევ გააგრძელებს ცილს. თეოს გულშემატკივრებო. მაგრები ხარცა. ისე შენ საღოლ. რამდენი გულშემატკივარი ყავს ანუ? მადლობა. ტიპი მინა არაფერს არ აკეთებს და ამდენი გულშემატკივარი ყავს. აი კაცო, რა იცი რო არაფერს არ ვაკეთებ. ესე შენ თვალწინ რო არაფერს არ ვაკეთებ, მეძახი. შენ რო იცი მე რო არაფერი არ გაბიკეთები რა, ისე ვიკითხე კაც. ჩემი აზრით სასამართლო არ მომწონს. ჩემი აზრით. და აფერისტი ხალხი არ მომწონს.
ვეზე ამბობ აფერისტი. საერთოდ ზოგადად. ხო. პატრიშკა. ой, тало. Oh, today is Simon. Skavsi აფერისტობის დედაივატირე. აქ მე აფერის ვერავინ ვერ დამეძახებს, იმიტომ რომ ყველაზე გულმართალი ქალი ვარ და მით უმეტეს თეო. ძალიან გამწარებული ვარ და არ ვაპირებ ამერი და ვინმეს რამე გაუტარო რა. აფერისტი მე კი არა, შენ ხარ და შენ სიტყვებზე პასუხისმგებელი შენ ხარ რა რო იცოდე. აი მე ცუდად ვარ. თავი ხوارფის მიარტყა. ზოგადად თქვი აფერისტებს ვერ ვიტყვი მეთქი და თავის თავზე რატომ მიიღო? ой, тало. ვახტი. და კიდე მე მეძახიან აქ აფერის რა. ხედავ, თავის თავზე მიიღო, იმიტომ რომ ალბათ არის. თუმცა მე გამიგულისხმია. შოკი მაქვს. რა გავაკეთე აფერისტყალს ვერ ვიტანდა. ნერვები მაქვს მოთხრე. ქვი მე გასული. რა და იცი როგორი რაღაცა, ანუ აფერისტი ვარ მე. რომელიც ყურჩი ვარ, დარჩენილი თეო მითხრა. მე გამიკვირდა თავის თავზე რომ მიიღო. მე კი არ დავდივარ ჩუმჩუმ, აქეთ იქით აფერისტულად. ჩემი თავიდან ფეხებამ და სულ ყველაფერი სიმართლეა რა, რო იცოდე. ზამაო, რაც ვარ ეს ვარ. რა გავაკეთო? რა უცნაურია. ჩუმად ფარდის უკან ეწევა სიგარეტს, თეო. ავთოს ხო არ ევასებოდა სკალი რო სიგარეტს ეწეოდა. კამერების გარეშე ხვდება ავთოს, ეხუტება, ეხმება და როცა ტირილია და სრემლის ღრა არის, მაშინ კი იცოცხლებს, ესე აწუწებს კამერებს. მაინც კამერას სრემლები უნდა ვაყარო. ყველამ რაღაცა მიხვდეს და იგრძნო ჩემი. არა, მე ისევ კითხვას გავაგრძელებ, ჯობია მთავარია სიცილია რომ მიტყდეს კიდე. მე რატო ვარ აფერისტი? რა მოვიტყვე და ვიაფერისტე? ой, тало. იო. ტარომაცის მე ვინ ვარ და აფერისტი სიტყვა რასთან არის ასოცირებული ისიც კარგად იცის. და ვისთან უფრო არის ასოცირებული. თეორო იძახდა რომ მე ავთოსთან დავამთავრეო ყველაფერი აქედანო და რა ისეთი სურათები ატვირთული დედაშვილს არა იყოს ხელში. ერთადერთი ეს მაინც ვიცი რომ მაყურებელი ცხოვრებაში არ დამიბოლებია და ჩესნი ვიყავი მაყურებელთან და კამერების მიღმა არაფერი არ გამიკეთებია. თავიდან ფეხებამდე ანი ვარ ყიფშიძე და ძალიან კარგი რომ ესეთი ვარ. და არაფერს არ მოალავ. ყველამ გამოიბანოს და მე დაждდეს რა. იქ სადაც მე ვზივარ. განარამე. სიმართლეს რო ვერ ვამტკიცებ, აი მაგაზე მეშლება ხოლმე ნერვები ხვდები? თუ მეტი არაფერი თორე. გადაცეცხლებულია ანუ დუმებში იმენა. მე ძალიან მძიმეთა ძალიან მეშინია ვით გააბრაზა ანუ იმის მაგერად მე მეშინია. არა ვინმე გაგაბრაზა? ეს ნერვების შლა უბრალოდ. დაწყვეტ. ხო ხედავ არ ჩანს სამართალი და დაწყვეტ. ეგ ჩემი სტრულა რასუ დიეტაზეა. ხო ხედავ ვერ ამტკიცებ ადამიანის სიმართლეს დაწყვეტ. ვინც მოითმეს ის მოიგებს. ბიჭო, აქ მოთმენაზე კი არ არის. აქ არის რეალობა, რაც არის, ხვდები? ესმის ხო, მაგრამ აზრი. ნერვებზე თამაში ეს არის გამოწვევა, რომ გამოგიწვიოს ადამიანმა და გაჩერდი. ჩემ შეცდომებს ნუ გაიმეორებ. ხალხს არ ვატყუებ. მე არ ვარ აფერისტი. მე ერთი გადახრით გზა არ მქონია სხვაგან. კამერების გარეშე. აფერისტი მე არ ვარ აქ. კამერებს მიღმა არაფერს არ ვაკეთებ. არ მაქვს არსადა ნაჭამი. და მე აფერისტი ვერ ვიქნები. და ყველა არის პასუხისმგებელი თავის სიტყვაზე. ვინ როგორი აფერისტია? ძალიან კარგად ვიცი რაც ხდება. ნაკოლა დაბრუნდა. ჩანსია და ცხოვრებაში
ყველა სიმართლე დამამტკიცებია. სიმართლის დამტკიცებას რა უნდა? ტყუილია რომ დაამტკიცო რომ სიმართლეა თორე. სიმართლის დამტკიცებას რა უნდა? მე ვარ აფერისტი. და გიხატავთ აფერისტობას. მაზე მე მინდა მაგარხოთზე. მე ვიცი რითიც დავწყნარდები. ვიცი. სამშენ თოთს შემოსა დავინახავ, იქამდე ვერ დავიჯერებ, ძალიან განიცდი შემეგამბებს. ბიჭო, მე სატირალი რა მაქვს? რაღაც განიცდი, არ კიდია. აუცილებელი კი არ არის კამერას ცრემლები ვაყარო, ხალხმა დაიჯეროს. არ კიდია. ალა. ჩემო გვირგვინოსნება. დედოფალი ანა. ვიცი რა, რაღაც მომენტში ის სიმართლე, რომელიც ჩემია, თქვენს გესმით. არ ვარ თავიდან თუ შეიძლება. კამერა არ გიღებდა, თავიდან დაიწყე. კაი ბიჭო, მართლა მინდა რა. ნერვები მოკმოშიდე გამიტრაკეტო. აბა მეტი არავინ არ არის. ჩემო გვირგვინოსნება. თქვენ ხართ არა, უნდა დადგე და ისე. ჩემო გვირგვინოსნება. ვიცი რომ ისმენთ და იცით ჩემი სიმართლის ამბოვი როგორ მიყვარს საერთოდ მე სიმართლე და ისიც ძალიან კარგად იცით რომ მე თქვენწი არასდროს არაფერი არ მომიტყუებია და კამერების მიღმა თქვენს გარეშე არც ერთი ნაბიჯი არ მაქვს გადადგმული. ამიტომ მე ჭირდება თქვენი გვირგვინოსნური აზროვნება რომ მიხვდეთ რას გეუბნებით. მე მინდა რომ ის სამართალი რომელიც ჩემს გულშია თქვენც დაინახოთ და შია სამართლიანი ჭამაო შია არის ეს სამართალი მეუბნება მაგარი მშია მარტო მე არ ვარ აქ დიდი აუდიტორია რომელიც ჩემს სახელს აფერისტად ვერ მოიხსენიებს იმიტომ რომ ვიღაცის ნათქვამის გამო და მე ამ ჩემს აფერისტობას რომ მე აფერისტი არ ვარ ძალიან ჩვეულებრივად და ადვილი მომენტები შემიძლია დავამტკიცო ეს მოვურჩი კი ხა არ ვარ აუცილებელია ვიტირო რომ ხალხმა რამე დაიჭეროს ისე გაქვს სახე ჩაგდებული მე მეგონა ტიროს ხალხი მაგაკავებული მეტი არაფერი ჩემო გვირგვინოსნება მოემზადეთ გადამწყვეტი ბრძოლისათვის ავიღოთ ხმალი ავიღოთ მოვიშიშლოთ აბა შეტევაზე წინ მე უკვე დავდე თქვენთვის თავი ეხლა ეს თავი თქვენია მეცადეთ რომ არ მომაჭრან სადარებ შენ თავი სიტყვა ჩემი კანონია ბიჭო რაღაც არ არის დამაჯერებელი მიყვარხართ და მე ამაყებით იმიტომ რომ ჩემი სიმართლის გჯერათ გაუმარჯოს ჩემ მაგარ გვირგვინოსნებს გაუმარჯოს ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვდა პატრიკის ინტერვიუს განმეორებით პატრიკის ინტერვიუს აუცილებლად არ გადართოთ დარჩით სტრიმზე იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გველოდებ პატრიკთან ერთად ჩემი აზრით ძალიან მაგარი გადაცემა გამოვა თან ახლა ვისთან არის ვის მიყავს ესე იგი კითხვები აი всё ვიწრებ საღამოშვიდობისა მეგობრებო, ეს არის გადაცემა Prime House-ი. დღეს ყავს ისევ პატრიკი. იქნება განსხვავებული ფორმატი, ჩვენ მონაწილეებს აქვს უფლება დასვა ნებისმიერ შეკითხვა პროექტის გარშემო. დავიწყოთ და პირველი კითხვა არის დამატებული, რატომ Prime House-ი? რავი, ძალიან კაი ხალხი აკეთებს ამ გადაცემას პროფესიონალი და თან ახალი იყო არ ვიცოდი რა იყო და ამ ხალხს ვენდე რა. მაყურებელმა იხილა სამი პატრიკი. ხო. პირველი პატრიკი იყო განრისხებული, რომელიც მეხება მე კონკრეტულად. მეორე პატრიკი იყო მხიარული, პოზიტიური და ну აი სავსე იუმორით და დღეს ხედავთ მესამე პატრიკს, მოწყენილს და ცოტათი იმედგაცრუებულს. ხო. ეხლა გითხარი რომელი აქედან ნამდვილი პატრიკი? სამივე ნამდვილია, ხან ისეთი ვარ, მაგრამ უმეტესწილად ცხოვრებაში ვარ მხიარული, არ ვარ ის რაღაცა კონფლიქტური. ნანოფ იმ აი აგრესიულ პატრიკს. არ ვნანობ, მაგრამ ვნანობ მე უკვე გაგრძელებას. აი დიდი ხანი რომ ჩაბაჭირე და რომ ვიჭაჭყა რა დაასრულე. ხო, აი მაგას თორე იმას არ ვნანობ რის გამოც გაგიჭედე. ვინ იმსახურებს ამ პროექტში შენი აზრით გამოწვევას? მე ხო ვიმსახურებ.
და ჩემზე მეტად მგონია რომ როიალი იმსახურებს. როიალი ჩემთვის ბევრ საქციელში იყო მისაბაძი. ჩემს სხვადასხვა მე გეტყვი იმას რომ მედალოის აქედან გამომდინარე ყველაფერს რო თავი დავანებო ძალიან კარგი ადამიანი იყო და მართლა ყველაფერში გვერდით მიდგა. ძალიან ბევრი ადამიანი ჩემი გულშემატკივარი, საერთო გულშემატკივარი წერდა მთელი დღის განმავლობაში რომ ბევრი SMS-ი რომ პატრიკი მოიყვანე ხასიათზე, გეხვეწები პატრიკთან მიდი, პატრიკთან მოკლედ ძალიან ბევრია შენზე ეს SMS-ები. პატრიკის მოწყენა უკავშირდება როიალს და ამას თვითონაც არ მალავს. ესეთი პატრიკი იქნები, ეხლა თუ ის პატრიკი დაუბრუნდება მაყურებელს, როგორიც უყვარს. ვერ ხვდები როგორ უნდა მოვიქცე, რომ საინტერესო ვიყო და ხალხმა მიმიღოს კარგად თუ რაღაცა. ანუ აი ცოტა ხო ხვდები ვირები. მე ვფიქრობდი, რომ საერთოდ სხვა რაღაცი ჩემოვედი, რომ რაღაცა მაგრამ აი რაღაცა ვერ გავიგე. არ არის ესე რომ ყოფილიყო, ამდენი მაყურებელი არ გეყოლებოდა მაგალითად, როდესაც შენ ჩანხარ სტრიმზე. უბრალოდ ვერ ვხვდები აი ამ ჩემს იუმორს, აი რა ვიცი საერთოდ ჩემს რაღა აზრი აქვს, აი რატო უნდა გავაკეთო, რის გამო? აზრი აშკარად ცუდ ხასიათზე ყოფნა და ტირილი უფრო ამართნებს. აქედან გამომდინარე, ახალი სტრატეგია მაქვს, უნდა ვიტირო ბევრი. თუ ესე ფიქრობ, მაშინ რატო რჩები პროექტში? აი რა აზრია? მინდა რომ ვიბრძოლო. მაშინ თუ გინდა რომ იბრძოლო, მაყურებელს უყვარს ის პატრიკი. თუ არ ჩამოყარე ხელები, რითი იბრძვი მაშინ? იარაღი არ ხელები არ ჩამომიყრიები. ეხა ისე ვცდი. მინდა რომ ის პატრიკი დაბრუნდეს ის თავის ხასიათებით, თავისი იუმორით, იმიტომ რომ ზუსტად მაგ დროს გრძნობს თავს ყველაზე კარგად. შენი გადმოსახედიდან არის მეგობრობა პროექტში? კი, როგორ არა. როგორ არ არის? აბა მე და როი რა ვიყავით? რატო არ მაცემინე? რატო არ ბიბიშვი? რატო? მაღალისებს ეს მზიანი დარი. პატრიკი და როიალი ერთად იყვნენ, როგორც აბესალომი და ეთერი. ამოვიდა მათ შუაში ლამაზი ვარდი და ეკლებით დასუსხა ეს ორი უსიმპათიურესი მამაკაცი. მე და როიალს ხალხო აი არც ერთი შეკამათება, არც ერთი უთანხმოება. იმის მიუხედავად რომ ბევრჯერ სხვადასხვა აზრზე ვიყავით, ის თავისას ამბობდა მე ჩემსას, აი მაშინაც კი. ყველაზე ბედნიერი დღე. ერთი რო ვიყავით ბავშვთა სოფელში, აი ლისზე. იმიტომ რომ მართლა რა საყვარელი ბავშვები იყვნენ, აი მეორე დღე იცი რა. მინდა რომ ვსკორო. გვი. ძალიან კარგი იყო ფართის დღე. აი, ჩემი ბედნიერი დღე იყო. მეც მომეწონა. ხო, აი რა საყვარელი სიმთვრა. მოხსა არ მოხსა. არა, ძალიან კარგი სიმთვრალი გამართლა. არა, ისე ჩემცოც იყო ეს ბედნიერი დღე იყო ესეთი. აბა ერთი მეკითხეთ, როგორი ბედნიერი ვიყავი მაგ დღეს. ნუ დასასრული ცოტა მწარე იყო, მაგრამ მან დაღარ მიხუჭა. მე მაგ დროს უკვე გათეშული. შენ უკვე მაგდოს ეგდე სათხარ. ალა. კარგი, ეს არის კონკრეტულად ანის კითხვა, რომელიც არ გააშკარა ჩამაწერინა. თვით თუ არაო, რომ ის მონაწილეები, რომლებიც დარჩნენ პროექტში, არიან სამართლიანად. სამართალმა. რა ისე დიეტაზეა. მეტნაკლებად რა. მეტნაკლებად. სამი მონაწილე შენი ჩათვლით, რომელიც იმსახურებს გამარჯვებას. ფინალში დგომას. მე შენ და სალომე. აი, კარგად, რატომ შენ იმ სამეულში? რა ვიმსახურებ რა, აი, ეხლა ნახე ყურე, ესე მიზეზი გითხრა. მე დაგეთანხმები რომ იმსახურებ მაშინ. შენ რო არ ყოფილიყავი, ბევრი კონფლიქტური სიტუაცია, უფრო ორმაგად ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა. მე ისეთი მონაწილე ვარ, რომ ერთხელაც კი ბოსობა არც დამსახურებია. მე ყველაფერი იცი. შენ ბოსობა იცი რატოც არ დაგიმსახურე. გამიშროლა გუჭა. ხალხი ორჯერ და სამჯერ იყო. შეხედე. მიმართე მაყურებელს. პირველ რიგში მეგობრებო, გთხოვთ რომ აღარავის არც მე, არც გიორგის, არც ანას, არც თეოს, არც სალომეს ცუდი კომენტარები არ დაგვიწეროთ და არც სხვა მონაწილეებს. თქვენი აზრი დააფიქსირეთ, კრიტიკაც იყოს, ოღონდ ეს ყველაფერი იყოს ჯანსაღი და ისეთი, რომ აი ხო ხვდებით როგორიც. და რა ვიცი, აი თუ მოგწონვართ და თუ გინდათ რომ ვიყოთ მიგულშემატკივრდეთ და ვიქნები. მე მგონია რომ შენ აუცილებლად სამეულში იქნები და მე მგონია რომ შენ ერთ-ერთი ისეთი დიდი შანსებით ხარ, ვინც შეიძლება ეს პროექტი მოიგოს.
ძალიან კარგი რესოციალიზაცია იყო ჩემთვის ამ კორონა სახლში მერე, კარგი კი ზედმეტი დოზითაც და ბევრი რაღაც მოვიპოვე ამ პროექტიდან უკვე მეტად ხვდები და მართლა ყველას გამარჯობა გამიხარდება როგორც ჩემი თავის, ისე დანარჩენის ხომონაწილეებს. ძალიან დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის, იმიტომ რომ ვთვლი რომ ძალიან საინტერესო მოსაუბრე ხარ. გემშვიდობებით და ამ კვირის ბოლოს იქნება ამ გადაცემის ბოლო სეზონის ბოლო გადაცემა. წავ ბორჩი გავაკეთოთ ახლა. ჯერმე ჩაკეხო. ეს დღევარი არის ჩემი უნიკორნი, რომელსაც შემოვაჯიდები და ვაჭენებ ხოლმე ხანდახან. იუში წერ თურქულად, მაგრამ გადმოვთარგმნი თუ გინდათ ქართულად. ჩემთვის აფერისტობა იმასთან არ ასოცირდება, როცა მე 100 კამერასთან ვაკეთებ იმას, რაც შეიძლება დაინახოს ყველამ თავისი თვალით. და აფერისტობა ჩემთან ასოცირდება იმაში, რომ კამერაში ლაპარაკობ და აკეთებ ერთს და გარეთ სადღაც ხანხასა და სხვას იქით ახორციელებ მეორეს. ეს არის აფერისტობა. ჩემი დისლაიკი თეონა კოჭლამადაშვილს. კიზა საბაბეთ მაგ. Liugardium leviosa. Jimmy Magari.